მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ვინ უნდა გაასუფთავოს წალკის წყალსაცავი დახოცილი თევზისგან, რომელიც თითქმის ერთი კვირაა ნაპირზეა გამორიყული. რამოდენიმე დღიანი მცდელობის შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩვენს რედაქციას უთხრეს, რომ ტერიტორია თევზისგან მუნიციპალიტეტმა უნდა გაასუფთავოს. დავურეკეთ წალკის მერს ილია საბაძეს. მან კითხვის დასმა არ გვაცადა და ტელეფონი გათიშა. ხოლო მისმა მოადგილემ ფეოხარ პარასკევოვმა გვითხრა, რომ ლაბორატორიული კვლევების დასრულებას ელოდებიან. სინჯების სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამოდენიმე დღეა, რაც აიღო. რა ეტაპზეა კვლევა? სესში გვეუბნებიან, რომ კვლევა მიმდინარეობს, თუმცა როდის გახდება ცნობილი შედეგები, ვერ აკონკრეტებენ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჩვენს რედაქციასთან გასულ კვირას აცხადებდა, რომ ადგილზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. დარგის სპეციალისტების შეფასებით, თევზის ასეთ დატოვება საფრთხეს უქმნის წყალსაცავში არსებულ ცოცხალ თევზებს. როგორც გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე გვეუბნება, საჭიროა თევზი დაიწვას ან მიწაში ღრმად ჩამარხონ. მთავარი მომენტი ამ შემთხვევაში არის, რომ ჯერ ერთი უნდა დადგინდეს რის გამო იხოცება, იმიტომ რომ რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი მიზეზი არის ჟანგბადის არარსებობა, უცებ დათფა და შედეგად შეიძლება ტემპერატურის მატებამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ხოცვა იხტიოფაუნის. მეორე პრობლემა, რომელიც ამასთან არის კავშირში, არ აქვს მნიშვნელობა რა არის წარმოშობა, ანუ რის გამო იღუპება, სანამ ამას დაელოდებიან, უნდა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები ნაპირისზე. ანუ ამას წესით და რიგით სპეციალური სამსახურები აკეთებენ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობით უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, უნდა იყოს ჩართული და უნდა დაიწყონ წალკის წყალსაცავის გარშემო გასუფთავება. შეიძლება მოუხმონ ადგილობრივ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ხელთათმანებით და სხვა იმითი და რეალურად ეს თევზი ან უნდა პირველ რიგში უნდა განადგურდეს, ან უნდა დაიწვას, ყველაზე უპრიანია დაწვა. მეორე მომენტია, თუ დაწვის საშუალება არ არის, მაშინ უნდა ძალიან ღრმად დაიმარხოს, მაგრამ უნდა აუცილებლად დადგინდეს. რა შეიძლება გამოიწვიოს აი ესეთი სერიოზული დაბინძურება. ამ შემთხვევაში გახსნა და დაბინძურება შეიძლება მოხდეს წყლის, თუ თევზი არის დახოცილი ბაქტერიოლოგიური ან ვირუსული დაავადებით, ეს მით უფრო ძალიან საშიშია. თუ არის დახოცილი ესე ვთქვათ უჟანგბადობის ან მაღალი ტემპერატურების შედეგად, ნებისმიერ სიტუაციაში საშიშია, იმიტომ რომ გახსნა ხდება და ამას ძალიან სერიოზული მუშაობა ჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვამბობ, სახელმწიფოს შეიძლება უნდა იყოს გამოყენებული ადგილობრივი ძალები, ანუ მუნიციპალიტეტი და ზედამხედველობით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი უნდა გაიწმინდოს ნაპირები. თუ ეს არ მოხდა, სუნი იდგება საკმაოდ დიდხანს და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული პრობლემები უკვე სხვა საქონელთან მიმართებაში, იმიტომ რომ გახსნის ორგანული ნივთიერებების, ანუ ამ შემთხვევაში თევზის გახსნის შედეგად შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოიშვას ზოგადად და გარდა დაბინძურებისა, ნაპირის დაბინძურებაც და შეიძლება დახოცვაც მოხდეს პირუტყვისა, თუ იქ პირუტყვი დაწყურებაზე არის გაშვებული და არის გაშვებული წალკაში დაწყურებაზე. ამიტომ ეს საკმაოდ საშიშია და თვითონ მოსახლეობისთვისაც არ არის მიზანშეწონილი. გადამფრენი ფრინველებისთვის პირველ რიგში თვითონ წყალსაცავისთვის, იმიტომ რომ დაბინძურება მიდის წყალსაცავზე. სერიოზული დაბინძურება მიდის. ამიტომ თუ ნაპირები არ გაიწმინდა, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრევენციული ღონისძიება, რომელიც არის ჩასატარებელი. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას წლებია ითხოვს. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ლამუნა ირემაშვილი მუშაობდა.
71 წლის რევაზ მიქელაძე ოჯახთან ერთად წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში ცხოვრობს. მიქელაძეების დიდ ოჯახში 8 მცირეწლოვანი იზრდება. ყველა მათგანი სკოლის მოსწავლეა და სასწავლებელში მისასვლელად ყოველდღიურად ამ გზის გავლა უწევთ. კადრები, რომელსაც ახლა ხედავთ, გასულ კვირას გადავიღეთ. ბაბუა შვილიშვილებს სკოლაში როგორც წესი 100 აცილებს. ჩვენ პრობლემა გზა არ გვაქვს. ბაღნები ზრუგით დაგვყავს, რომ გაწვენდება, ვერ დავდივარ. ჩვენ დიდებიც ვერ დავდივართ პრინციპში. რამდენჯერ ყოფილა, ხან არ გამიშვია 5 დღე, 6 დღე არ გამიშვია. ერთი კვირი. ტლაპოა და მეც ვერ დავდივარ პრინციპ, მეც არ შემიძლია რომ გავიდე ამ ხელა ქალს გავიდე გზაზე, მეც არ შემიძლია ბაღნები როგორ გავიყვან. რამდენჯერ წაქცეულა ბაღანა მიმიყვანია სახში, აღარ გამიშვია ზოგ ხან გაუშვებდი, გავრეცხავდი, გავწმენდი და გაუშვებდი. თოვლში, სიცივეში ყოველთვის. მიქელაძეები ამბობენ, რომ ამ გზით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს. შიდა ქუჩები მოწესრიგებულია და მხოლოდ ეს გზაა დარჩენილი. ზამთარში სულ ვერ დავდივართ, იმიტომ რომ წყალი გადმოდის გზაზე და გაყინულია გზა და საერთოდ ვერ დადიან, ბაღნებიც ვერ დადიან, მეორე მხრიდან უფრო ძალიან შორანი, მაგრამ იქიდან წაყავს ბაღნები. პროდუქტი ყველაფერი მაქედან ზრუგით გაგვაქვს სახში. ხო, გზიდან, ცენტრალურ გზიდან გაგვაქვს ზრუგით სახში. არ მაქვს გზა. 26 წელია აქ ვარ, ამდენი ბაღანა მყავს, ამდენი ის მაქვს და ვერ მოძრაობთ პრინციპში. გუგული მიქელაძე ამბობს, რომ მათი გასაჭირის შესახებ სოფლის რწმუნებულმა იცის, თუმცა წლებია ვერაფერი იცვლება. მიციან, ყველა მიციან, რომ დახმარება გვინდა, ყველას მიუმართენით, მაგრამ არაფერი საშუალება არ მოგცა არავის. არც სოფლის რწმუნებულმა, არც არავინ ყურადღება არ მოგვაქცია. მეტრასაც არ ვითხოვ, მოხრეშონი მიდენ, რომ ფეხით გავიაროთ. ჩვენ სოფლის რწმუნებულსაც დაუკავშირდით. ჟემალ ირემაძე ამბობს, რომ შიდა გზები მოწესრიგდება მას შემდეგ, რაც ცენტრალური გზა დასრულდება, რადგან გადასასვლელები, სანიაღვრეები უნდა მოეწყოს. საბეჭისის ცენტრალური გზის მოწესრიგება კი უკვე მალე დაიწყება. სამცხე-ჯავახეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 18 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით 2026 წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი დაფიქსირდა. გამოვლენილ დარღვევებს შორისაა გარემოს მუნიციპალური ნარჩენებით, სამშენებლო და ინერტული მასალებით დანაგვიანება, ნარჩენების არადანიშნულების ადგილას დაწვა, ტერიტორიის კანალიზაციისა და შლამისებრი ნარჩენებით დაბინძურება, ასევე კომპანიების მიერ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2026 წლის 2 ივლისს დაიწყება. ინფორმაციას ნაისში ავრცელებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ, ხოლო საგამოცდო პროცესი 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს გაიმართება. ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში იმუშავებს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.